სიუჟეტში გვინდა მოგითხროთ ერთ-ერთი პირველი ქართველი ფერმწერი ქალის ელენე ახვლედიანის შესახებ, რომელმაც თავისი შემოქმედებით თავი მსოფლიოს გააცნო. ელენე ახვლედიანი თელავში დაიბადა, მოგვიანებით მისი ოჯახი თბილისში გადასახლდა, სადაც გიმნაზიის პარალელურად ელენე სამხატვრო სასწავლებელშიც დადიოდა. 1922 წელს ელენე ახვლედიანი როგორც მხატვართა საზოგადოების სტიპენდიანტი ევროპაში მიემგზავრება. იტალიაში გატარებული 2 წლის შემდეგ ის უერთდება ქართველ მხატვართა ჯგუფს პარიზში. სწორედ იქ ყოფნისას ჩამოყალიბდა მისი შემოქმედების ძირითადი მოტივი ურბანული პეიზაჟი. მოგვიანებით ელენეს ნამუშევრები პარიზში გამოიფინა, შემდეგ ამერიკაში გამართულ გამოფენაზეც აღმოჩნდა. მხატვარი ჰოლანდიაშიც მიიწვიეს, თუმცა დედის ავადმყოფობის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო. მალე მისი გამოფენები თბილისში, ქუთაისსა და თელავში მოეწყო. თბილისში გამართული გამოფენის შემდეგ ელენე ახვლედიანს თანამშრომლობა კოტე მარჯანიშვილმა შესთავაზა. მას შემდეგ მხატვარმა ბევრი სპექტაკლის გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც. 1929 წელს ელენე ახვლედიანმა სახელოსნო მიიღო, რომელიც პატარა საქართველო აქცია. ქართული ეროვნული სულით გაჯერებულ გარემოში იკრიბებოდნენ ქართველი და უცხოელი ხელოვანები. აქ ეწყობოდა გამოფენები, საღამოები, კონცერტები. ამ სახლის სახით კი თბილისს ჰქონდა სავიზიტო ბარათი. ამ სახელოსნოს, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, უკვე დამთვალიერებელს განახლებულ გარემოში ელოდება. რეაბილიტაციის პროექტი 2024 წლის დასაწყისში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრული რემონტი ჩაუტარდა სახლ-მუზეუმს და აღიჭურვა უახლესი სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი სისტემით. განახლებულ სახლ-მუზეუმში განხორციელდა მუზეოგრაფიის პროექტი, რომლის მიზანი იყო სრულად აღდგენილიყო ელენე ახვლედიანის საცხოვრებლისა და სახელოსნოს პირვანდელი გარემო. შეგახსენებთ, რომ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის შემოქმედის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ 1976 წელს გაიხსნა. ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დეტალურად გვესაუბრა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის მუზეოგრაფიის პროექტის კურატორი ხათუნა კიკვაძე. 2 წელიწადნახევარი მიმდინარეობდა ძალიან აქტიური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მუზეუმში. მუზეუმი აღიჭურვა სრულად ახალი სისტემებით, რომელიც აუცილებელია თანამედროვე მუზეუმისთვის, მისი ფუნქციონირებისთვის. ეს არის კათვება-გაგრილების სისტემა, ეს არის ფონდსაცავისთვის სპეციალური კლიმატ-კონტროლის სისტემა, ამიტომ რომ ჩვენ გვაქვს აქ საუბარი უნიკალურ კოლექციასთან, რომელიც წარმოუდგენელია ელენე ახვლედიანის როგორც ფერწერული ნამუშევრებით, მისი გრაფიკული ნამუშევრებით, ასევე მისი პირადი კოლექციებით, რომელიც მოიცავს არაჩვეულებრივ კერამიკულ ჭურჭელს, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, სხვადასხვა ლითონის ნაკეთობებს და ასევე არის უძველესი მისი პირადი ნივთები, არის არაჩვეულებრივი ფარდაგები, უნიკალური ლურჯი სუფრა, რომელსაც ყველაფერს ჩაუტარდა რესტავრაცია და განსაკუთრებით ლურჯი სუფრა, ასე ვთქვათ, ამიერიდან არის საგანგებოდ დაცული, ამაზე იმუშავეს შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებმა, როგორც ქსოვილის რესტავრატორებმა, ისე ფერწერა გრაფიკის ნამუშევრებს ჩაუტარდა რესტავრაცია, სრულად გამოიცვალა თითქმის მთელი ექსპოზიციის, გრაფიკულ ექსპოზიციაზე ლაპარაკი, ჩარჩოები და პასპორტოები განახლდა და ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა ელენე ახვლედიანის ავეჯს და მის პირადი მოხმარების ნივთებს. ჩვენთან საუბარში ელენე ახვლედიანს და მის შემოქმედებას იხსენებს და დადებითად აფასებს სახლ-მუზეუმის კურატორი თამილა თევდორაძე. ელენე ახვლედიანი ის შემოქმედია, რომელიც მე ვიტყოდი, რომ ბედნიერი შემოქმედია, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება გაიარა ისე, როგორც თვითონ უნდოდა. ანუ მე იმას კი არ ვამბობ, რომ გადასარევად ცხოვრობდა მატერიალურად, მაგრამ ყოველთვის მუშაობდა და ყოველთვის ჰქონდა ურთიერთობა თავის საყვარელ საქმესთან. ეს სახლი ყოველთვის ჰქონდა როგორც მუზეუმი და გარდაცვალების შემდეგ თავის უსაყვარლეს ქალაქს და თბილისელებს დაუტოვა საჩუქრად და ეს სახლი გახდა სავიზიტო ბარათი ჩვენი დედაქალაქის. აქ დიდი სიამოვნებით მოდის ყველა ტურისტი და იცით უნდა ნახოთ, რომ წასვლა აღარ უნდათ, იმიტომ რომ კედლებიდან მთელი საქართველო გვიყურებს და ეს სახლი იყო ასევე გარდა იმისა, რომ მუზეუმი იყო აქ ყოველთვის, სალონი იყო მე-20 საუკუნის, აქ იკრიბებოდა არაჩვეულებრივი საზოგადოება, ამ როიალთან უკრავდნენ რიხტერი, ნეიგაუზი, მარია გრინბერგი, რასტრაპოვიჩი მართავდა კონცერტებს და საერთოდ არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი. ძალიან ახლო მეგობრები ყავდა და განსაკუთრებით მეგობრობდა ვერიკო ანჯაფარიძესთან და ვერიკომ ერთი ლექსიც უწყნა.
როდესაც შედიხარ ელენეს დარბაზებში და ხედავ კედლებს მისი ნახატებით მოფენილ, გრძნობ რომ მის სიცოცხლეს სიკვდილი არ უწერია და მართლა არ უწერია მის სიცოცხლეს სიკვდილი, რომ აი დღეს აი ამ განახლებულ და მე ვიყოდი ისეთ მუზეუმში, რომელსაც აი ისი ელენეც ვერ ინატრებდა და ჩვენც ვერც წარმოვიდგენდით, რომ ასე გაკეთდებოდა. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის დამთვალიერებელმა თეკლე გურგენიძემ შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. მოხარული ვარ, რომ ელენე ახვლედიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დამთვალიერებლისთვის უკვე ღიაა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა მხატვრის ნამუშევრების ერთ სივრცეში ხილვა, თანაც სივრცეში, სადაც თავად მხატვარი ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და ქმნიდა ამ შედევრებს. ყველას ურჩევ, რომ ესტუმროს მუზეუმს და ადგილზე გაეცნოს ქართველი მხატვრის ამ არაჩვეულებრივ ნამუშევრებს, რომლებიც ძველი თბილისის და თბილისური ცხოვრების კადრებს ჩვენ თვალწინ თითქოს აცოცხლებს. სახლ-მუზეუმი კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა საღამოს გამართვას გეგმავს, რაც მისი უცვლელი ტრადიციაა, რომელსაც საფუძველი თავად ელენე ახვლედიანმა ჩაუყარა. განახლებული მუზეუმი კი დამთვალიერებელ სამშაბათიდან კვირის ჩათვლით დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე უმასპინძლებს.